ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატისადმი სავედრებელი პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსში გადაიხადა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმყრობელმა შეკრებილი მრევლი დაუცა და თითოეულ მათგანს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის ასლის და წმინდა ბერი გაბრიელ ქართველის ხატის ჩამობრძანება მიულოცა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ასევე ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და მომატებულ აგრესიულ ფონზე გაამახვილა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს წყალობა უფლისა არის ჩვენზე და კიდევ ერთხელ უფალმა მოიღო წყალობა და საქართველოში ჩამობრძანდა ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, რომელიც არის მოხატული ათონის მთაზე. და დღეს ჩვენ შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა, რომ მშვიდობა მოგმაგნოს ჩვენ და მთელ მსოფლიოს. თქვენ ხედავთ, როგორ ძლიერდება აგრესია, როგორ საშიში გახდა ცხოვრება. ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა ვეწიოთ მიზეს ჩვენს თავში, ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში. აგრესია და ომები, რომელიც დღეს ძვინვარებს მსოფლიოში, მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჟამი ახლოს არის და ჩვენ დღეს ვილოცებთ, შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ მოიღოს წყალობა და დამშვიდოს ცხოვრება სოფლისა. ღმერთმა დაგლოცოთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ამინ. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატის ასლისა და წმინდა ბერი გაბრიელ ქართველის ხატის შექმნა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევით და ფონდ ივერიას ინიციატივით ათონის მთის ჰილანდარის მონასტრის ბარაზერის სკიტში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდა. ხატის დაწერის პროცესს მონასტრის იღუმენი არსენი ხელმძღვანელობდა. ყველა ხედავს, როგორ სწრაფად შენდება შესანიშნავი კომპლექსი, ტაძარი იღებს უკვე თავის ფუნქციას, ხოლო ამ ხატის ჩამობრძანება ალბათ არის სიმბოლო. ხატი ჩამობრძანდა დღეს ათონის მთიდან, ათონის მთაზე ქართული მონასტერი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხატის აქ ყოფნაც არის ძალიან დიდი სიხარული ყველა ჩვენთაგანისთვის. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი არის ზუსტი ასლი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც მოთავსებული არის ივერონის მონასტერში. ხატის ფონი არის ოქროთი დაფარული და მისი შარავანდები არის ტვიფრული ჭედურობით შესრულებული და მასზე არის ძვირფასი თითულები მოთავსებული. ასევე ჩამოვრძანდა მეორე ხატი, რომელიც არის გაბრიელ ათონელის, მას ხელთ უყრია სიმბოლურად ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ყველა მართლმადიდებელს მიულოცავ ამ საოცარი ხატის ჩამობრძანებას, დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის არის და ყოფილიყოს ეს ხატი ჩვენი ერის გამაძლიერებელი, დაგვიცვას და დაგვიფაროს. საქართველოში ორი დიდი სიწმინდე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატის ასლი და წმინდა ბერის გაბრიელ ქართველის ხატი 4 აპრილს ჩამობრძანდა.